ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესზე დღეს დაცვის მხარის 2 მოწმე დაიკითხა. ზვიად ცეცხლაძის მეგობარმა ანა პეტროსიანმა ცეცხლაძის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცეცხლაძე მის საცხოვრებელ სახლში არ დაუკავებია და დაკავების რეალური ადგილი მისი სახლიდან 15 კილომეტრშია. მისივე თქმით, პოლიციელებმა მას ტელეფონი უკანონოდ ჩამოართვეს, რათა დაკავების პროცესი არ გადაეღო. პეტროსიანმა ისიც თქვა, რომ ცეცხლაძის სახლში ხშირად იმყოფებოდა და იქ მოლოტოვის კოქტეილები და საღებავიანი კვერცხები არ უნახავს. აქციებზე საუბრისას პეტროსიანმა აღნიშნა, რომ ცეცხლაძის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმას ადგილი არ ქონია, პირიქით მისი მეგობარი აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა. მოწმემ სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიასა და ცეცხლაძის ცემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაშვებული ცეცხლაძე პირადად ნახა. დღესვე დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე აქციის მონაწილე დავით კაკალაშვილი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ფეერვერკი არა პოლიციელების მიმართულებით, არამედ ჰაერში გაისროლა. ამასთან დაცვის რამდენიმე მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ დაიკითხებიან. სასამართლო პროცესი ხვალ კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. იმ ადგილას, სადაც მოხდა ზვიად ცეცხლაძის შეჩერება, არ მომხდარა ფიზიკურად ზვიად ცეცხლაძის ჩხრეკა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაცია ზვიად ცეცხლაძის პირადი ჩხრეკის ოქმში არ შეესაბამება სინამდვილეს. ზვიად ცეცხლაძის მეგობარმა ვრცლად ისაუბრა იმ გარემოებებზე, როგორ განვითარდა მოვლენები მისი ჩხრეკისას. ასევე ისიც დაადასტურა, რომ თითქოს ზვიად ცეცხლაძე საცხოვრებელ სახლში იყო დაკავებული, თუმცა რეალურად ზვიად ცეცხლაძეს ფაქტობრივად გადაადგილება შეეზღუდა ადგილზე. შემდეგ მოწმეს, რომელიც ბრალდების დაცვის მხარის ყავდა წარმოდგენილი, ეს არის ასევე ზვიად ცეცხლაძის ერთ-ერთი ნაცნობი და მეგობარი, რომელიც შეესწრო იმ გარემოებებს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბრალდების მხარის მიერ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ეს მოწმე მიიჩნია უდავოდ. ბექა მარკოზაშვილის გამოკითხვის ოლქში ჩვენ ხედავთ კონკრეტული შინაარსს, რომ უწყვეტად ხედავდნენ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოქმედებებს, მის გასროლას ფეერვერკის ჰაერში და ამ გასროლას არც ადამიანი დაუზიანებია, არც ადამიანის მიმართულებით ყოფილა და არც შენობა ნაგებობის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული მოწმის დაკითხვას თვითონ ბრალდების მხარემ თქვა უარი, რომ დაეთანხმა ადვოკატს, რომ თქვენ რომ ეს ადამიანი დაკითხეთ, კი, ნამდვილად ესე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნაწილში დაგვეთანხმა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჰაერში ისვრის და ვინც არ უნდა დაიკითხოს პროცესზე, ვინც რაც არ უნდა თქვას, ამ უდავ მტკიცებულებას, რომელიც თავადვე გახადეს, უდავ ვეღარაფერს ვეღარ უზავენ.